საღამო მშვიდობისა თქვენ უყურებთ არგუმენტებს და მე ვარ ჟურნალისტი თია სიჭინავა. დღეს რამდენიმე საკითხზე მოგვიწევს საუბარი. ორი დღის ესე რა ვთქვათ, განსჯის მიუხედავად პუტინის განცხადება არ კარგავს აქტუალობას და საინტერესოა სხვადასხვა კუთხით, ასევე საინტერესოა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ირანი, ყველა ეს საკითხი იქნება დღეს განხილული ჩვენთან გადაცემაში და ჩვენ გადაცემის სტუმრები არიან ტრადიციონალისტი ლიდერი ბატონი აკაკი ასათიანი და ექსპერტი ვასილ ჭყოლიძე. საღამო მშვიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. ყველა ეს საკითხი, რომელიც ჩამოთვალეთ, ასე თუ ისე ერთმანეთთან არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული, ხო? კი, ძალიან ბევრია, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ უნდა გამოვიდეთ პირველ რიგში, ალბათ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რა არის ჩვენთვის უმთავრესი, პრინციპული და როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე, მოდით ესე ვთქვათ, არ იქნება ალბათ გადაჭარბებული, რომ სოფლიოში უკვე საუბრობენ მოსალოდნელ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე, ომზე, მოდით ესე ვთქვათ, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. დღეს პარლამენტის წარმომადგენელმა ბატონმა დავით არჩიაშვილმა ესეთი რამეც განაცხადა, საქართველოსთვის არჩევანი ნათელი იქნება, იყოს თავის საერთაშორისო დემოკრატიულ პარტნიორებთან ერთად თუ მაწინააღმდეგ, ისე მეტიც გამოთქვამს, რომ საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ თუ ასე დადგება, მაშინ არავისთვის ნელი გამოსაცნობი არ იქნება, რა პოზიციას დაიჭერს საქართველო. მოდით ბატონი ვასიკოსგან დავიწყოთ. ჯერ ალბათ რა პოზიციას დაიჭერს საქართველო თქვენ, რა პოზიციას დაიჭერს ალბათ დარჩიაშვილის მხრიდან ნათელია რას გულისხმობდა, მაგრამ თქვენ ეთანხმებით თუ არა ამ საზრდოობს ეს ღიად უნდა იყოს. მაინც ესეთი მასშტაბის კონფლიქტი ალბათ არ არის მოსალოდნელი, მაინც მგონია. შეიძლება რაღაც ლოკალური პროვოკაციები მოხდეს, ან ელემენტარული ემბარგოთი და თქვა ბლოკადით შემოიფარგლოს შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები. ხო, მაგრამ ამ ემბარგოს და ბლოკადას ირანი ამბობს, რომ უპასუხებს გადაკეთებით. აი ესეთი მასშტაბის ომამდე რომ ეხლა ჩვენ ალბათ არჩევანის გაკეთება დაგვჭირდეს, სავარაუდოდ ალბათ არ მივა საქმე, მაგრამ ბუნებრივია თუ მივიდა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც შეერთებულ შტატებთან, ასე ევროკავშირთან, ზოგადად დასავლეთთან, თუმცა თვითონ საქართველოს როლიც ახლა ამ კონფლიქტში, ეს ესე ვთქვათ, სავარაუდო კონფლიქტში, რა თქმა უნდა, და არარეალისტურში, მაინც და მაინც გადამწყვეტი და დიდი არ იქნება, შესაბამისად იმის მოლოდინი ხა ჩვენ რაღაცა გადამწყვეტი და დიდი ალბათ იმ იქნებით. არა, ეს გასაგებია, მათთვის ვინც ამ კონფლიქტში უშუალოდ ჩართულები არიან, მაგრამ ჩვენთვის როგორ იქნება რა თქმა უნდა, საშიშროებას შეიცავს, რა თქმა უნდა, ეს მომენტი, საშიშროება ძირითადად მომდინარეობს უფრო რუსეთიდან, რომელსაც შესაძლოა ამ ვითარებით ეს თეორიულად დაუშვათ, რომ ასეთი თქვათ სცენარი განვითარდა, აი ამ ვითარებით ისარგებლოს და რაღაც გარკვეული შეეცადოს თავისი მიზნების მიღწევა, რაღაც აგრესია ან პროვოკაცია მოაწყოს საქართველოს წინააღმდეგ. ამის მიუხედავად ჩვენ უნდა შევასრულოთ, ესე რომ ვთქვათ, უნდა დაემთხოს ჩვენი ინტერესების არა, ამის გამო არ გამოიყენებს რუსეთი, ანუ ჩვენ რაც შევასრულებთ, ამის გამო კი არ გამოიყენებს რუსეთის სიტუაციას. უბრალოდ თვითონ სიტუაციას გამოიყენებს იმისგან დამოუკიდებლად რა პოზიცია ექნება საქართველოს. აქ საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა შესაძლოა რაღაცა, ვთქვათ, ირანის მიმართ ესე ისევ ხას უსაუბრეს თეორიული შესაძლებლობაზე ვსაუბრობ და არარეალისტურზე, მაგრამ არ არის ეს გამორიცხული მაინც რაღაცა ალბათობა არსებობს. ვთქვათ, თუ გადაწყვიტოს რაღაც გარკვეული დივიდენდი თვითონაც აიღოს, ვთქვათ, აი ამ ფონზე, რომ შეერთებული შტატების თავარი ყურადღება კონცენტრირებული იქნება ირანთან დაპირისპირებაზე და ვთქვათ, მას შეიძლება გარკვეულად არ კონდეს მით უმეტეს თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ შეიძლება ეს რუსეთმა გამოიყენოს სწორედ სათავეზე გაორმაგებული, გაათმაგებული სიფრთხილე გმართებს ალბათ ჩვენ, რომ კიდე უფრო არ დავზარალდეთ, ისედაც დაზარალებულები ვართ, ხო, რუსეთთან ურთიერთობის 2008 წლის მოვლენებიდან გამომდინარე. კიდე უფრო რო არ დავზარალდეთ, შესაბამისად უფრო მეტი სიფრთხილე ხომ არ გმართებს, თუნდაც როდესაც ესეთ განცხადებებს ვაკეთებ, ბატონო ვასიკო, მე ამას აქედან მინდა. აი, ხელისუფლების წარმომადგენლები როცა საუბრობენ, რომ არა, ეს ისედაც ესეთი ჭეშმარიტებაა საყოველთაოდ ცნობილი, იმიტომ რომ ბუნებრივია, საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატების, ის არის სახელმწიფო, რომელსაც სურს ნატოში გაწევრიანება და პრინციპში თითქმის კანდიდატის სტატუსი აქვს, იგივე შეიძლება ითქვას ევროკავშირთან ურთიერთობაზე, სადაც სულ აი გასული წლის ბოლოს რეალურად პირველად მოხდა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში აღიარებული იქნა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისე რომ ამ კუთხით ამის პროგნოზირება რთული არ იყო, ეს რომც არ ეთქვა, ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ოფიციალურად, რომ საქართველო ხარს დაუჭერს სტრატეგიულ პარტნიორს, ნუ მხარდაჭერაში ხა ბუნებრივია, პროექტში პოლიტიკური მხარდაჭერა იგულისხმება, რა თქმა უნდა, ჩვენ ინტერესებშია, რომ მეტი არ დაგჭირდეს, ესე ვთქვათ.
მაგრამ ყველა შემთხვევაში რა თქმა უნდა თუ ჩვენ და სამწუხაროდ არჩევანის წინაშე დავდექით რაც მე მეეჭვება, მაგრამ ნუ ასეთი შანსი არსებობს მაინც რაღაცა მცირე პროცენტით, ბუნებრივია ჩვენი არჩევანი უნდა იყოს დასავლეთის და შეერთებული შტატების. არ ვიცი რამდენად პოლიტიკურ მხარდაჭერას გულისხმობთ ამ შემთხვევაში, მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერით რამდენად შეიძლება შემოვიფარგლოთ. მანამდე ბატონი აკაკის მოსაზრება მოვისმინოთ. ემხრობით დარჩიაშვილის მოსაზრებას? არა, იქ მისამხრობელი არაფერია, ბატონი მასიკო მართალია იმაში, რომ ეს ახლა დიდი გამოსაცნობი არ იყო, რომ ასე თქვა. არა, მაგრამ რამდენად შეგვიძლია ეს თამამად ეს რაზი არის ლაპარაკი, ხო უნდა ვიცოდეთ. ჯერ ერთი რუსეთი არ მალავს თავის ამ დამოკიდებულებებს და მე ვფიქრობ, არის ერთი პრობლემა, თუ მან მოასწრო ის სამხრეთ კავკასიის დაკავებას ხელახლა შეეცდება რა. ნუ ვილაპარაკოთ პირდაპირ, ხო? და ამას გაამართლებს თავის სტრატეგიული ინტერესებით და იკამათებს დასავლეთთან, რომ თუ მათ აქვთ თავიანთი ინტერესები, მასაც აქვთ. ახლა ჩვენ ამ კამათში ჩვენი არგუმენტები არ ჭრის. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არა ვართ გადამწყვეტი მონაწილე მართალია დიახ, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ასპარეზი. დიახ. ასპარეზი? ამ დაპირისპირების თუ აქამდე მივიდა საქმე, ჩვენ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ შეიძლება გავხდეთ ერთ-ერთი სამიზნე და არა უკანასკნელი. ვისი მხრიდან? ამ რუსების? იმის მოწინააღმდეგის ვის მხარესაც დავიკავებთ, ხო? ჩვენ არ გვექნება მარტო ერთი მხარის პრობლემა, თქვათ ირანის, გვექნება რუსეთის პრობლემაც, ჩრდილოეთი და ესე იგი ირანის პრობლემაზე ამ შემთხვევაში ბატონოსკოს არაფერი უთქვამ, შეიძლება თუ არა დაგვემოხოს ირანისგან რაიმე საფრთხე. ემბარგო, მინიმუმ აი ემბარგო წესდება, ნავთობი ძვირდება, ხო? რუსებს შემოსავალი ეზრდებათ, შესაბამისად ამბიციები და შესაძლებლობები იმისა, რომ თქვათ დააფინანსონ რაიმე სახის მათი წარმოდგენით, მათი საგარეო ინტერესების დამაკმაყოფილებელი ოპერაცია. და აქ რა უნდა იყოს ეს ოპერაცია? სამხრეთ კავკასია, რომლის გასაღები ჩვენ ვართ, გადამწყვეტი ფაქტორი ვართ აგა და უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირებამდე თუ მევიდა საქმე შეერაღებულ კონფლიქტამდე. აქ იმაზე კი არა ლაპარაკი, ვინ გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები გაიმარჯვებს სამხედრო თვალსაზრისით. უბრალოდ აქ მონაწილეებს რაბედიელით, სადაც თეატრი იქნება ამ დაპირისპირების და ჩვენს გამოვალთ ამის ერთ-ერთი თეატრი, ამის დიდი შანსი გვაქვს, თუ აქამდე მივიდა საქმე, ხომ? აი ამაზეა სალაპარაკო და თქვენ რაც ბრძანეთ თავში, ჩვენ უნდა ვფიქროთ სახელმწიფო ინტერესებზე. პარტნიორობა როგორ არის, ხომ? მე ვფიქრობ, რომ საქართველოს თავის ვალდებულებას იხდის იმაზე მეტად, ვიდრე მოეთხოვებოდა. ავღანეთს გულისხმობთ? ერაყსაც გულისხმობდა ავღანეთსაც, ხო? როცა ნატოს წევრი ქვეყნებიც კი ამბობენ უარს მონაწილეობაზე სამხედრო ოპერაციებში, ან და მონაწილეობენ და გაყავთ თავიანთი ჯარები, ან და შეზღუდული კონტინგენტები ყავთ, როცა ნატოს არაწევრი ქვეყანა მონაწილეობს და იმ ფორმით და იმ ზომით, როგორც ჩვენ, ხო? მინიმალური რაღაცა ურთიერთსანაცვლო რაღაცა გარანტია ჩვენს ქვეყანას უნდა გქონდეს. ეს ჯერჯერობით არ აჩანს. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების ფაქტორი მოქმედებს მთელი ეს 20 წელიწადია და გარკვეულწილად რაღაცა დამცავ მექანიზმს იმის საწინააღმდეგოდ, რომ რაც შეიძლება და ვინმეს თავში მოსვლოდა მოსკოვში ჩვენთან დაკავშირებით, ხო წარმოადგენს, მაგრამ როცა საქმეზე მიდგა უშუალოდ სამხედრო მოქმედებებამდე ჩვენთან ამან არ იმუშავა. კი ბატონო, ანუ რას ამბობთ თქვენ რომ სამ უნდა ვიცოდეთ რა თუ ვართ იქით, ხო თუ ვართ იქით, სახელმწიფო ინტერესი იქნებოდა მარტივად ყველაზე უკეთესი, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ და თუ ვინმეს საქმეა გასარკვევი გაარკვევენ ერთმანეთში. აი ეს იქნებოდა რა. იმიტომ ჩვენ უშუალოდ დაინტერესებული მხარე ამ დაპირისპირებაში არა ვართ, ეს არის ფაქტი. პარტნიორობა არ გვავალდებულებს, რომ თუნდაც გარკვეულწილად რაღაც თუნდაც პოლიტიკური მხარდაჭერა გავაცხადოთ. მე ვერ ხედავ, რომ ამ ტიპის პარტნიორობა იყოს ჯერჯერობით ევროკავშირზე ლაპარაკი. ბატონო მოსკოვს საუბარია, რომ ჩვენ თითქმის ნატოს კანდიდატი წევრი ქვეყანა ვართ და თითქმის კანდიდატი არ არსებობს რა. ეს იყო საბჭოთა კავშირში პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატზე ლაპარაკი. ჩვენ ეგეც კი არა ვართ. არა ვართ. ახლოს არა ვართ ნატოსთან? საკმაოდ შორსა ვართ. ნუ არ ვიცი რასმუსენ. ნატოს სულ ბოლო დოკუმენტში საქართველოს უკვე მოხსენიებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ანუ ეს ასპირანტი კანდიდატი ფრანგულ ენაზე კანდიდატი წერია. გასაგები, კი ბატონო, ესეთი კანდიდატობა შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდ ხანს. შესაძლებელია. ხომართალია ბატონო, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენი მოთხოვნებს იმ პარამეტრებით, რასაც ითხოვენ, კარგა ხანს ვერ დავაკმაყოფილებთ ამბობთ. ხელი შეიძლება ეს იყოს 2, 3, 4 წელი რატომაც არა მგონია მე ეჭვება ხო ეს სადაც მაკედონია გამოყოფილებს იცი მაკედონია გეოგრაფიულ მოდი ესე ვთქვათ რა ევროკავშირი იქნება ნატოს საზღვარი ჩვენთან გადის თურქეთის სახით თუმცა მისი პოზიცია ბოლო ხანს გვესმის ყველას და ვხედავთ ხო ეს არ არის სამაგალითო ნატოს წევრის პოზიცია თქვათ ერაყის ოპერაცია იყო და არ გაატარა ხო მისი ბაზებიდან რო არაფრინდებიან თვითმფრინავები ირანის წინააღმდეგ ეს არის სავსებით ცხადი კი ბატონო ნატოს წევრ ქვეყანაზეა საუბარი ნატოს წევრ ქვეყანაზეა საუბარი ეხლა რაც შეეხება ევროკავშირს
ჩვენ ორი ქვეყნით ვესაზღვრებით ევროკავშირს, ეს არის თურქეთი და რუსეთი. უახლოეს 10 წლეულებში მათი წევრობა, არ ვიცი, უახლოეს 10 წლეულში მათი წევრობა ევროკავშირში არის გამორიცხული. ხო მართალია? და ვინმე ფიქრობს, რომ გადაახტება. ეს იყო ერთადერთი საბრეზნეთთან დაკავშირებით, ევროკავშირი გეოგრაფიულად, ისიც ევროპის ფარგლებში ერთ ქვეყანას გადაახტა და ბერძნები მიიღეს როგორც ევროპული ცივილიზაციის აკვანი. პირდაპირ ასეთი ფორმულირება იყო და დაღუპეს სხვათა შორის, იმიტომ რომ მე ინახავდნენ მათ და ეხლა ხედავთ რა დღეში ეკონომიკურად. ეხლა შეეხება ნატოს წევრობით, თურქეთი მიიღეს თავის დროზე არადემოკრატიული ქვეყანა. არ აკმაყოფილებდა არც ერთ პარამეტრს, მაგრამ საბჭოეთის ფაქტორი არსებობდა, სრუტეები ეკავა, ძალიან მნიშვნელოვანი პლაცდარმი იყო, გადადეს ყველაფერი განზე და ეს იყო გამონაკლისი. ეხლა რუსეთის ფაქტორი არსებობს და შესაძლოა ჩვენც იგივე ბედი არსებობს, მაგრამ ჩვენ არა ვართ აი იმ ხელა ფაქტორი, რაც თურქეთი იყო თავის დროზე რუსეთის საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებაში. იმდენად სტრატეგიურად მიმზიდველი არ ვართ, თუნდაც ნატოსთვის, რომ ვიყოთ მათი წევრი. საკმაოდ იმდენად სტრატეგიულად მიმზიდველები ვართ, რომ ჩვენ შეგვეძლო ამითი გვევაჭრა უხეშ სიტყვას ვხმარობთ იგივე ნატოსთან. რომ ასე კი არ ყოფილიყო, არა თქვენთვის კარი ღია, სად არის ეს კარი, როდის არის ღია, როდის ავართ იქ მიწვეულები. ჩვენ შეგვეძლო საკითხი სერიოზულად დაგვესმა, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ამ სწრაფით რომელიც ნამდვილად იყო ჩვენში და არის ჯერ კიდევ ხო და ბუნებრივია ხო ეძებს ახლა ქვეყანა რომ დაცული იყოს ნატო ყველაზე კარგი დამცავი მექანიზმი იქნებოდა ოღონდ საპასუხოდ ჩვენ ამის გამო ძალიან დავზარალდით ჩვენი მეზობლისაგან და საპასუხოდ ჩვენ ვერ ვიღებთ ადეკვატურ გარანტიებს ეს არის ფაქტი კი ბატონო ანუ თუნდაც პარტნიორობა თუნდაც ის რომ შეიძლება ჩვენ ვიყოთ მომავალში კანდიდატი წევრი ქვეყანა ნატოსი თუნდაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არ გვავალდებულებს იმას რომ გარკვეულწილად იმ კონფლიქტში რომელიც შეიძლება სავარაუდოდ ეს ჩვენი არჩევანი ხო მაგრამ ნუ ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე საუბრობენ რომ ეს ჩვენი პარტნიორობაც ჩვენი არჩევანი არის და გაკეთდა კი მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა კი ვთქვი მაგრამ მაინც კარგად მინდა განმარტო რომ აი ამ სიტუაციის ესე თქვათ ვირტუალურად უკიდურესად ესე იგი გამწვავების შემთხვევაში რომელიც ნაკლებად სავარაუდოა მაგრამ მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვიმსჯელოთ მაინც მოსალოდნელ საფრთხეებზე აი რაც ბატონმა აკაკიმ ბძანა ეხლა რომ ესე იგი საქართველოს პოზიცია რომელიც თქვათ ითქვის რომ ჩვენ არაფერი შუაში ვართ თავარი საფრთხე რა თქმა უნდა საფრთხე ირანიდან წარმოიშვება ამ შემთხვევაში თუ კი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს ხაზს დავუჭერთ მაგრამ თავარი საფრთხე მაინც რუსეთიდან ამ შემთხვევაში იმის ირანიდან არ იქნება ბატონო მოსკო თუ კი ჩვენ უფრო ნაკლები იმიტომ რომ ირანისთვის ალბათ თავარი საფრთხე იქნება უშუალოდ შეერთებული შტატები და ის სახელმწიფოები რომლებიც მას ემეზობლებიან და ისინი მიემხრობიან შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს. კარგი, მაშინ ბატონ მაკაკიმ კი. სხვა აზრით მომინდოდა. უბრალოდ საუბარი რაზე არის? საქართველოს ამ შემთხვევაში რა პოზიციაც არ უნდა დაიკავოს. თქვათ შეასრულებს თავის სტრატეგიულ პარტნიორის ვალდებულებას თუ შეეცდება ნეიტრალური მდგომარეობაში დარჩეს. ეს არ ვალდებულებაა ჩვენი. ვალდებულება ჩვენ ხო გვაქვს ისედაც ქარტიით გამტკიცებული ხო ამ შემთხვევაში. სწორედ მაგას გულისხმობ. საქართველოს არის სუვერენული სახელმწიფო, მას შეუძლია ამ ქარტიის ვალდებულებაზეც როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ უარი თქვას, აი როგორც ახსენა ბატონმა. მე რატო ვამბობ, ნატოს წევრი ქვეყანაც კი იღებს ამას იგივე თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხო გადაწყვეტილებას თურქეთზეა ხო საუბარი, როდესაც მან ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესებშია რომ ასეთ ღმერთთან უკრას ასეთი ვითარების შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ხარდამჭერები უნდა ვიყოთ მაგრამ ეს არც ამცირებს საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ რა თქმა უნდა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესიდან გამომდინარე ჩვენი მთავარი საფრთხე რუსეთია და რუსეთს სულ არ აინტერესებს საქართველოს ასრულებს თავის სტრატეგიული თქვათ მოკავშირის ვალდებულებას თუ არა ის უბრალოდ ამ სიტუაციით გამოყენება სიტუაციის გამოყენება შეიძლება მე ამის პამინდოდა უბრალოდ კარგად ვერ გამარტე როგორც ჩანს და ამიტომ მომიწია ამის გამეორება აი ეს არის თავარი საფრთხე რა თქმა უნდა ის მიმართულება რაც თქვენ ბძანეთ ისიც არის მაგრამ თავარი საფრთხე მოდის მაინც რუსეთს ყველა თავისას შეეცდება ჩვენსაც უნდა ვეცადოთ რაღაცა ფორმით გამოყენებას ეხლა იმის პროგნოზება რა ფორმით გამოიყენებს რუსეთი ამ ვითარებას ეხლა ამის პროგნოზება ძნელია მაგრამ ის აუცილებლად მით უმეტეს პუტინს ეხლა ჭირდება ზუსტად რაღაც კი ბატონო ირანისგან რატო ელით თქვენ საფრთხეს ბატონო გიქში არა ირანისგან ეხლა მოდი ესე ვთქვათ იმ შემთხვევაში თუ მოხდება გარკვეული წარმოვიდგინოთ უკიდურესი სცენარი ბატონო იმას რომ მართალია იმაში ეხლა აპოკალიფსის დახატვა რომ ეხვალზე კეთება ომი იქნება აუცილებლად და დაწყებენ ერთმანეთს და ჩვენ ყველა შემთხვევაში ჩვენ თავზე მიფრინებთ რაკეტები მოდით ესე შევთანხმდეთ ამაზე დღეს ამ სტუდიაში არ ლაპარაკობენ ამაზე საუბრობთ ყველა ეს არის რეალობა ეს არ არის თქვათ აი ესეთი ვარაუდები რომ აი ძალიან შორი პერსპექტივა რამდენად შეიძლება იომონ ერთმანეთთან ნიკარაგუამ და სალვადორმა რომელთაც იომეს სხვა შორის ფეხბურთის გულისთვის ერთმანეთთან რა ხო ეს არის აგერ ჩვენს ქვეყანასთან ირანთან საზღვარამდე ჩვენი საზღვრიდან რამდენია ირანი უშუალოდ არ გვიმეზობლება არა 200 კილომეტრი რო საზღვარი აქვს 150-ში ის რა ქვია იმას მეზობელია ხო თითქმის კი არა ეს სომხეთი აზერბაიჯანი ჩვენ მათთან uvizor რეჟიმი გვაქვს ხო ჩვენ uvizor რეჟიმი გვაქვს
ისტორიული ურთიერთობები გვაქვს ხო? სხვა შორის ძალიან ხანგრძლივი, ალბათ ყველაზე ხანგრძლივი ვისაც კი ქონია, ვისაც კი შეიძლება დედამიწაზე ცოტას აქვს ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობები ერთმანეთთან, იმიტომ რომ მათი სახელმწიფო დიდი ხანი არსებობს და ჩვენი ძალიან დიდი ხანი არსებობს რა. ხო, 200 კილომეტრია მაქსიმუმ. და ამ სივრცეში რამე დატრიალდეს, ხო? და ჩვენ წარმოვიდგინოთ, აი რა საფასურია იმისი, რომ თქვა ჩვენთან დაიდგას თქვათ ისეთი დანადგარები ან ისეთი სამხედრო თქვათ რაღაცა დანიშნულების ობიექტები შეიქმნას, რომელსაც ირანი ჩათვლის თავის საწინააღმდეგოდ მიმართულად და მაშინ რა გვიცავს ჩვენ იმისაგან, რომ ირანმა გადაწყვიტოს, რომ ერთ-ერთი თქვათ რაცაც უნდა დაარტყას და მოიშოროს საფრთხე რა მხრიდანაც ეს ჩვენ აღმოჩნდა. საფასური ნატოს წევრობა ხო არ შეიძლება იყოს? თუ ნატოს წევრობა არის საფასური და ხვალ და ნატო იღებს ვალდებულებას ნებისმიერ შემთხვევაში დაგვიცვას ჩვენ, ამაზე კაცი იფიქრებდა. ოღონდ აი ერთ კვირაში უნდა იყოს, ორ კვირაში, აი რო ჩავა ახლა სააკაშვილი 30-ში, იქა ხო 30-ში თუ რა შეიძლება. პირველ თებერვალს უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნატოს წევრი გახდება ხვალ. ეს ვერ იქნება, ცხადია, ძალიან ძნელი ამბავია. ნატო ისეთი მანქანა არის იქ ქვეყნები, ვითომ ვეტოს ადებენ ძირითადად ანგარიშს უწევენ შეერთებულ შტატებს, მაგრამ ჩვენთან დაკავშირებით ატომაც ანგარიში არ გაუწიეს. და არც შეერთებული შტატები მიძალებია. ჩვენ ხო ვიცით ეს? უკვე მე ხომ ჟღავდება რომ გარკვეული ძალიან სერიოზული ქვეყნები იყვნენ წინააღმდეგი ჩვენი მიღების და დაძალება იმ ტიპის არ ყოფილა მათზე რაც შეიძლება ყოფილიყო სხვა შემთხვევაში. გასაგები, ანუ თუ კი ირანი ჩათვლის რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მოვალეობიდან გამომდინარე, ჩვენს ტერიტორიაზე განვათავსოთ თუნდაც ისეთი სახის დანადგარი, რომელიც შეიძლება ირანმა საერთოდ მიიჩნიოს, ვერ გვიშველის ჩვენი ისტორიული ურთიერთობა. ეს მეც ვარაუდობ და ვერ გვიშველის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმას თავის ინტერესი ექნება და თავის საფრთხები, მაგრამ ბატონი მასიკო მართალია სრულიად ერთ რამეში რუსეთი ისე კი შეიძლება ის არის ყველა შემთხვევაში შეიძლება ისარგებლოს ამით. რა სახით ისარგებლებს გასაგებია, ხო? არც დამალე იმ კაცმა, როგორ ჩვენო ესე იგი საქართველოს საშინელებაა, კოშმარია, მაგრამ საქართველოს დაუმიზნოთო? გითხრა ხო, როგორ დამიზნებაზე არ იქნება ლაპარაკი მარტო. ჩაითვლება რომ მინიმუმ იცი როგორი ამბავია, აი ყარსის ჩვენთან მოხდა რუსებთან ომი და თურქეთიდან გაისმა ყარსის ხსენება. არავინ არ იცის დღეს ყარსი არის არ არის, მაგრამ გაისმა. სტალინი და ჩერჩილი რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთი საბჭოთა კავშირმა დაიკავა სამხრეთი ინგლისმა ირანის რკინიგზა ირანში ჩრდილოეთში არის განიერი რუსული თავის დროზე გებესმა დააგეს და სამხრეთში არის ევროპული ტიპის. ნუ ინგლისელებმა დააგეს და უფრო ერთმანეთთან კი ვერ ადვილად კი ვერ გადადიან ეგ მატარებლები. ეს რომ გამოცხადდეს თქვა ამის პრეტენზია რო ითქმება და მინიმუმ იმაზე იქნება ლაპარაკი რომ სამხრეთ კავკასია რაღაცა სახით კონტროლდებოდეს რუსეთის მხრიდან და ამით რო ივაჭრებს მაინც რუსეთი შეერთებულ შტატებთან თუ არ უვაჭრია თუ არ ყოფილა თუ ვერ მიმხვდარვართ და მე არ დადასტურებულა ჩვენი მიხვედრები ეს არის სერიოზული ამბავი მაგრამ ნუ წარმოვიდგეთ ისეთ რამეს რომ ეს იმხელა პოლიტიკა რაღაც იდუმალებით მოსული ძალიან მარტივი ძალიან კონკრეტული ძალიან ისეთი აი უბრალოდ თითქოს ერთი შეხედვით ინტერესები შედის ზალაში და ძალიან უბრალოდ სახი აქვს ხომე ამას ხანდახან თუ არა და ვინმეს თუ აინტერესებს იმ ადამიანებზე დიდი პოლიტიკოსები როგორები იყვნენ სხვა საკითხია როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს იყვნენ მე აღარ უნახავს კაცობრიობას და ერთი ნახეთ ოქმები როგორ ლაპარაკობენ მსოფლიოზე სტალინი ჩერჩილი რუზველტი ჰიტლერი და მუსოლინი კი არა ის დიქტატორები გადარეულები მაგები იყვნენ აი ეს სერიოზული ხალხი ეს სერიოზული ხალხი პოლონეთის ეს მე ის შენ აი ესე ლაპარაკი რა ბერძენს რა უნდა პოლონელს რა უნდა ჩეხს რა უნდა არავის არ აინტერესებს დაამატებთ რამეს ბატონო ასიკო ხო არა ნუ ეს ისტორიული ექსკურსია იყო კი ბატონო ისტორიული ექსკურსიამდე იყო საუბარი იმაზე რა ფასად შეიძლება ჩვენ დავდგოთ თუნდაც არა მე ვფიქრობ რომ აქ ახლა ფასზე ფიქს აზრი არ აქვს რა თქმა უნდა ძალიან ძნელი შესაძლებელია რაჯობია მოხდეს ეს ტრაგედია და შემდეგ ჩვენ თქვათ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება და რაღაც დივიდენდი მივიღოთ თუ საერთოდ არ მოხდეს ისეთი არაფერი ჯობია რომ არ მოხდეს ესეთი კუთხით შეიძლება ბუნებრივია ხა ამ შემთხვევაში საკამათო თემაც არ არის ახლა აქ ეს რა თქმა უნდა უჩვენია რომ არ მოხდეს ტრაგედია თუ მოხდა ბუნებრივია საქართველოს უნდა აღმოჩნდეს იქ სადაც მისი ადგილია ისტორიულიც და მისი გაცხადებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ანუ დასავლეთის გვერდი. თუმცა მე იმედი მაქვს რომ ეს ასეთი არჩევანის გაკეთება. მე მაინც ესე ვხვდები რომ თქვენი აზრები ამ საკითხში მაინდა-მაინც არ ემთხოვა ერთმანეთს, ხო? არ ემთხოვა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ საქართველოს უნდა ქონდეს მკაფიო პოზიცია. ეს არის ქვეყანა, რომელიც არის საკმაოდ დაზარალებული ამჟამად. პატარა ქვეყანა, ისტორიულად ნებობდა აგერ უახლოეს ისტორიაში. ეს პრობლემა არსებობს. თუ რუსეთზეა ლაპარაკი, მე არ მევეკუთვნები იმ ხალხს კატეგორიას, რომელსაც სააკაშვილმა დაიწყო. ეგომი დაიწყო 21 წელს, მაგრამ რაც მოხდა, ხო? ხელისუფლებას უნდა ქონოდა მინიმალური
მოთმინება, პასუხისგებლობა, ეშმაკობა, ბევრი რამე დავარქვათ ამას, რომ აი თავიდან აეცილებინა? ესე თავიდან თუ აცილება ვერ მოხერხდებოდა, ის მაინც არ დაეწერია ტალიავინს, რომ ჩვენ დავიწყეთ სროლა რა. ხო? იმიტომ მე კი აქვთ მოყოლებული, აი რუსეთის პროვოკაციების შედეგად, მაგრამ პირველზე ყველამ გაიტანა, რომ სროლა დაიწყო საქართველოს, ხო? ეგ გავდა მე-19 საუკუნის ევროპულ დუელს. ეს არ გავს ამერიკული ფილმების ვესტერნებში დუელს კი სროლას, რომელმაც დაასწრებს. ევროპაში ადამიანი ელოდებოდა მეორე ადამიანს. იდგა სანამ ის ესროდა. ესროდა თუ აცლებდა, მე ის იდგა და ესროდა. მთელი ამბავი ეს იყო, ხო? ეხლა ეს შორს წაგვიყვანს. მე იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მკაფიო პოზიცია უნდა იყოს. მე ვარ პარტნიორი ერთგული. თუ არა ვარ? ალბათ ვარ, ხო? ვარ და მეტიც. პროპორციულად. ჩემი წილი ნახეთ ავღანეთში და წილი ნახეთ პროპორციულად ყველაზე მეტი. ინგლისია ერთი და ნუ ის პროპორციულად შეიძლება იქაც კი ვიკამათოთ და ვიდავოთ. რომელიც ყოველ შემთხვევაში ნატოს არაწევრი ქვეყნების სიაში ჩვენ ვართ პირველ ადგილზე. ნატოს წევრებიც უგნებავთ, არა? აი ერაყი იყო თუ ავღანეთი იყო, მე იქა ვარ. მე ბოლომდე შენთანა ვარ. ეს ძალიან ძიმე ფასად დამეჯდა. ეს არის ფაქტი. ფინანსური დახმარება ერთია. ფინანსური დახმარება 400 კაცი ინაზღაურებს, იცოცხლეს რომ შედაღუპული ის. აი დავანებოთ ყველაფერს თავი. ეხლა ეს ყველაფერი ხდება შეიძლება მოხდეს. მერთმან უკნას. ჩემს საზღვართან. თან არა მარტო ერთი მხრიდან. დიახ. არამედ ორი მხრიდან. ხო? და მე რომ მართლა შენსკენა ვარ. და ისტორიულად ჩვენი კი არა ვართ, მაგრამ იქ მივდიოდით ყოველთვის. სწრაფვა იყო ჩვენი, თორე ისტორიულად ჩვენი არ ყოფილვართ. ჩვენი სწრაფვა იყო და ჩვენი კულტურით მივეკუთვნებით დასავლურ სამყაროს. თორემ ახლა პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ დასავლეთში არ ყოფილვართ, რომაელებიც კი აქ არ იდგნენ, გარნიზონი არ ეყენათ. ნუ ვერ ეყენათ, არ ეყენათ ჩვენი მაშინდელი მეფეები, მართლა გასაკვირია, ახლა მეკვრის ორივე ფარსმანი, როგორი გონიერი პოლიტიკოსები იყვნენ, თან მოკავშირეები იყვნენ, თან თავის საქმეს აკეთებდნენ. ხომ, აი მე დიახ, კი ბატონო, დავდექით. და ამისკენ ვარ მიდრეკილი, ხო? და მე რა გარანტია მაქვს? დაცულობის ჩემი ქვეყნის თუ ისე უნდა მოხდეს, როგორც ბატონი ვასიკამოს, რომ ესე იგი ტრაგედია მოხდება, დავინგრევით, მე შურს იძიებენ და ჩვენ ატოს წევრი გავხდებით? ნუ ეს გვაქვს. ხო, არა, მე უბრალოდ მასწავლებ, რომ ასეთი არჩევანი არ აქვს, რასაც ბატონი აკეთებს. იმედი მაქვს არ გვექნება, რო დადგეს რა. მეორე არჩევანზე ვარ, ანუ თუ ეს სიტუაცია გამწვავდა, მაგრამ ჩვენ საუბრობთ ყველაზე ნაკლებად შესაძლო სამწუხაროდ. იმედი ვიქონიოთ, ხო. თუ ეს სიტუაცია გამწვავდა, ამ შემთხვევაში ჩვენთვის უმჯობესია შევასრულოთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის ვალდებულება, მიუხედავად იმ გარკვეული ნაკლოვანების განცდისა, რომ თქვა ჩვენი წვლილი ავღანეთში, ერაყში და ამ შემდეგ არ არის თქვა ბოლომდე ესე თქვა დაფასებული. ამის და მიუხედავად გამწვავების შემთხვევაში აი ეს მინდა ვთქვა, ჩვენ მაინც გვირჩევნია დავიკავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის როლი, უფრო დაცულები ვიქნებით. ეხლა რა ხარისხი ძნელი საფრთხეა, მაგრამ ვიდრე ის რომ ჩვენ განვაცხადოთ, რომ ნეიტრალურია, ამ დროს რუსეთმა ჩაგვაყენოს. არ ვაცხადებ ნეიტრალურია. ხო შეიძლება ვკითხო? არა, არ ვერევით კონფლიქტში. არა, იმას ხო შეიძლება ვკითხო ჩემს სტრატეგიულ პარტნიორს, მე თუ ასეთ პოზიცია, ამას ყველა ქვეყანა იზამს. არა, ბუნებრივია, მე თუ ამ პოზიციას დავიკავებ, თქვათ, შენ თუ გჭირდები ერთი უნდა მითხრან რომ მათ ვჭირდებით, ხო? და ვჭირდებით უსათოდ ამ შემთხვევაში, ლაპარაკი ამაზე ზედმეტია. და თუ გჭირდები და თუ მე ამას არანაირი ვალდებულება არ მადევს. არანაირი ვალდებულება არ გვადებს, ბატონო ასიკო, ხო? გვადებს ბატონო ასიკო. სხვადასხვა განზომილებაში გადავდივართ. არა, როგორ ხო? არა, რატომ ვიცი რომ გვაქვს ვალდებულება და ვამბობთ რომ ეს უნდა შევასრულოთ. თუ არ შევასრულოთ, დაუშვათ არ მოგცეს გარანტია. სიტყვაზე რომ დაუშვათ ვერ გვაძლევენ სიტყვიერ გარანტიას რომ არა, უბრალოდ ხო, არა, კი ბატონო, რეალურად. გარანტიაც რომ არ მოგცენ. ჩვენთვის მამას ვამბობთ, რა თქმა უნდა, ცუდია ეს რო არ მოგცენ, მაგრამ ჯობია რომ მოგცენ, მაგრამ გარანტიაც რომ არ მოგცენ, ჩვენთვის მაინც უფრო მომგებიანია დასავლეთის მხარის დაჭერა ასეთ სიტუაციაში, ვიდრე თქვათ იმის თქმა რომ მე არაფერ შუაში ვარ და ერთი მომენტიც სწორია, ხა ერთ რამეში ბატონები მართალია რომ ესე იგი თუ კი არ ჭირდება ჩვენი დახმარება, რა თქმა უნდა ჩვენი აქტიურობა და ზედმეტი ჩარევა არ არის საჭირო. მაგრამ ჭირდება ესეთ სიტუაციებში არ დაჭირდეთ. მაგრამ თუ დაჭირდათ და თუ ეს სიტუაცია გამწვავდა, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან დასავლეთის მხარდაჭერა არის უფრო სწორი, ვიდრე არ თქვათ იმის მცდელობა რომ არ ჩავერიო. მხარდაჭერა სიტყვიერი თქვენ ესე არ ვიცი, შეიძლება სიტყვიერიც იყოს, შეიძლება ფიზიკური, როგორც იქნება. ხო, ამაზე ასაუბრებთ, ფიზიკური მხარდაჭერის შემთხვევაში რამდენად დაცულები ვართ ჩვენ დღეს. უფრო დაცულები ვართ, ვიდრე არ ჩარევის შემთხვევაში, იმიტომ რომ მოდი ასე შევხვდეთ, ერთი ბევრი რამეშია მართალი ბატონო, იმას ხო, ოღონდ არის ორი პრინციპული საკითხი, ხო? ვიმეორებ, ხო უნდა ვკითხოთ მაინც, მე თუ მხარს დაგიჭერ.
მე თუ მხარს დაგიჭერ, შენ მინიმალურ გარანტიას მაინც მაძლევ იმისა, რომ თუ რამე კი 100%-იანი როგორი გარანტია უნდა მოგცეთ? ნუ სამხედრო დაცვის გარანტია, ხო? სამხედრო დაცვის, ხო? შესაძლებელია ეს თუ არ არის, ხო? ხო. თავარი ამოსავალი ისე რომ ვისგან დაცვის? ორივე მხრიდან, ბატონო. ვისგან, ხო? ირანი თვითონ ბატონ მაგაკიმ აღნიშნა ძალიან სწორად, რომ ამ ომში გამარჯვების თუ დაიწყო არა. ის მოუგებს, რა თქმა უნდა. კი, მაგრამ საფრთხე მოდის რუსეთიდან. პროცესი ხო არსებობს რაღაცა პერიოდი. ამ შემთხვევაში ხო უნდა ვიყოთ და მოუგებს არ მოუგებს, კი ბატონო, ომს დასასრული ექნება ასე თუ ისე, მაგრამ ხო არის პერიოდი, რომლის პერიოდში ჩვენს საფრთხეს ქვეშ ვიქნებით. ომის დროს მე ვიყავი აი როგორ ბევრჯერ ყოფილი ვარ აღტაცებული ისრაელის აი სამაგალითო პოლიტიკის სამხრეთ თვალსაზრისით თუ სხვა თვალსაზრისით და თქვენ თუ გახსოვთ მაშინ სადამი ესროდა მათ რაკეტებს და ისრაელი არ პასუხობდა ითმენდა ცდილობდა ისინი პატრიოტებით დაეცვა თავი მაგრამ რამდენიმე რაკეტა მაინც ზრება ხოლმე და მაინც ხვეპლი ქონდა რაღაც არ პასუხობდა რომ ისლამურ სამყაროს არ ჩაეთვალა რომ ეს არის ისრაელთან ისე ომი და გაუძლო მას ამ დაგვარზე ლაპარაკის შემთხვევაში ხომ ეს პატრიოტები იქნება არ იქნება ხო რუსია ამბობს რომ თუ იქნება მე ჩავთვლი ჩემ წინააღმდეგ კი ბატონო აი მოდით რუსეთისაგან აი დავეთანხმები ოღონდ კიდევ სხვა კუთხით მაინც ირანი ამას შეერთებული ირანსაც მოუგებს ყველას მოუგებს ეს პრობლემა ჩვენ ფრონტის წინა ხაზზე მდგომი ადამიანები თუ აღმოჩნდით ხო ან ქვეყანა თუ აღმოჩნდით ჩვენ რა გველის და თუ საფრთხეში ვართ და რისკი დიდია ეგება გადავრჩით ხო მოგებულთა ბანაკში აღმოჩნდით რა თქმა უნდა საბოლოო თვალსაზრისით დასავლეთისკენ უნდა ვიყოთ და ეს საფიქრალია მართლა ისე არ უნდა აღმოჩნდით რომ დავდგეთ იქით ანუ მსჯელობის გარეშე არ უნდა განვასხვადოთ ესე რომ ვთქვათ განწერული სისტემებია პოლიტიკური სხვა თვალსაზრისით და ვერ ვიქნებით მაგრამ კითხვა ხომ შეიძლება მეთქი რა ხო შეიძლება ამაზე მოდი უხეშად ვიხმარ სიტყვას რა თუ პარტნიორობა დავდოთ ეს ხელშეკრულება, მაშინ კაფიოთ განსაზღვრული რა და როგორ. თორე იმასაც კი არ იცავენ ხოლმე. დადებულსაც, არამც თუ კი ბატონო. ჩვენ რამდენჯერმე ვახსენეთ პუტინის განცხადება, მოდით ამაზე ვისაუბროთ გადაცემაში რეკლამის შემდეგ უშუალოდ უკვე რაკეტსაცნააღმდეგო სისტემის განთავსებაზე და იმაზე რა თქვა პუტინმა გუშინ წინ. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით დაგველოდეთ. თქვენ უყურებთ არგუმენტებს ჩვენი სტუმრები არიან აკაკი ასათიანი ვასილ ჭყოიძე მეორე საკითხი რომელზედაც უნდა გადავიდეთ ეს არის რუსეთის პრემიერის ხდება ნუ ერთის მხრივ იდეა რომ საზოგადოების ნაწილთან დაიწყოს საზოგადოებასთან ქართულ საზოგადოებასთან დაიწყოს საუბარი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაზე ნამდვილად რეალურია ეს ამაზე ვისაუბროთ მანამდე რომ გავყვეთ თემას რომელზედაც ჩვენ საუბრობთ გადაცემის პირველ ნაწილში ფრაზას მოვიყვან ციტატას პუტინის გუშინწინდელი გამოსვლიდან. თქვენ იცით რომ მუდმივად მიმდინარეობს დისკუსია შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების პრობლემაზე. დღეს ეს საკითხი მუდმივად დღის წესრიგშია. ჩვენთვის სულ ერთი არ არის სად განთავსდება ეს სისტემები ჩვენ საზღვართან ახლოს თუ შორს და იქნება თუ არა ისინი ბოლოს და ბოლოს საქართველოში და რა ჩვენი დარტყმითი სისტემები საქართველოს ტერიტორიას უნდა დავუმიზნოთ? წარმოგიდგენიათ რა საშინელებაა ეს? გვაქვს გარანტია რომ ის ასე არ მოხდება? ხო, უპირველეს ყოვლისა არ მოხდება. თვითონ ეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დადგმის თემატიკაზე რაიმე ოფიციალური მოლაპარაკება ან რაღაც არ არსებობს. ოფიციალური არ არის, მაგრამ ცალკეულმა შეიძლება ვიღაცამ გამოთქვა არ ყოფილა. საუბარია იმაზე რომ ეს უნდა განსხვავდეს, ხო? არ ვიცი ხა რამდენად იკუება. საერთოდ ეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსება არა საქართველოში, არამედ სადაც ის თავსდება, ესეც მტკივნეულია მათთვის, აი რომ ბულგარეთის საზღვართან იმიზნით, რომ ბულგარეთიც დაინტერესებული იყოს ამ სისტემის არსებობით და მონაწილეობა მიიღოს და ასევე ხელმეორედ დაიწყო მოლაპარაკება პოლონეთთან და ჩეხეთთან. თავიდან იყო, შემდეგ რატომღაც უარყვეს, შემდეგ ისევ გადაწყვეტეს, რომ ეს მართლაც პრობლემატურია და ერთ-ერთი ცენტრალური ტკივილია აი ამ მიმართ უსაფრთხოების საკითხებში რუსული აი ამ იმპერიული აზროვნებისთვის. მაგრამ რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში ამ ფრაზის გამოყენებას, მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს საკუთარ შიდა ესე მოხმარებისთვის გაკეთდა. ეს ედგარი მუქარად, მაგალითად საქართველოში მუქარად მიიღო ეს. მართალია ეს ფაქტი კონკრეტული არ არსებობს რეალურად ამაზე მოლაპარაკება. აი საქართველოში არსებობს საფრთხე, რომ განლაგდეს ანტისარაკეტო სისტემა ჩვენი საწინააღმდეგო ნატოს შეერთებული შტატების, ამიტომ ნებისმიერი ჩვენი ქმედება საქართველოს
წინააღმდეგ მიმართული, სწორედ აქედან მომდინარეობს, არა იმიტომ რომ ჩვენ ქართველი ხალხს გამართლებული იქნება, იმით რომ იქ რაღაცა მზარდებოდა ჩვენი საწინააღმდეგო. ხა მე რა თქმა უნდა ამის დამტკიცებას შეიძლება წლები დაჭირდეს, რომ არაფერი არ მზარდებოდა. ისევე როგორც ჩვენ მართლაც დავამტკიცეთ ის რომ ჩვენ არ დაგვიწყია თქვა ცხინვალში ომი და ჩვენ რომ მზად არ ვიყავით ფაქტია, ხო და ისინი რომ მზად იყვნენ ცხადია. შეიძლება ამაზეც გამართება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სხვა თემა. უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ წლები ჭირდება, რომ ასეთ უზარმაზარი სახელმწიფოს ფინანსურ და პროპაგანდისტულ ესე ვთქვათ შემოტევას საბოლოო ჯამში გაუძლო და კი ბატონო ვასიკო, ეხლა თქვენც მსჯელობთ იმაზე, რა შეიძლება იყოს ქვეტექსტი იმისა, რაც თქვა პუტინმა. მაგრამ მეორე ქვეტექსტიც ვიმსჯელოთ, ხო, თუ მართლა არსებობს ესეთი სახის მოლაპარაკება, თუ კი პუტინს აქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ამაზე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ალბათ, რამდენად უსაფრთხოა ან მომგებიანია საქართველოსთვის ასეთი სახის მოლაპარაკება და შეთავაზება თუნდაც საქართველოს მხრიდან, რომ იყოს განთავსებული ესეთი სისტემა საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენად ის მეტად დაძაბულობას გამოიწევს რუსეთის მხრიდან, თუ პირდაპირ განცხადება, ხო? იქნება სამიზნეში ამოღებული. ხო, დაძაბულობას ნებისმიერი თემა შეიძლება მოძებნოს თქვათ პუტინმა და მისი მენტალიტეტის ლიდერმა იმისთვის რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია. პუტინი რო არ იყოს, სხვა რო იყოს ხელისუფლებაში შეიძლება რა მე ბატონო. იგივე და ვინ სხვა? რუსეთის ხელისუფლებაში ვინც არ უნდა მოვიდეს ამ შემთხვევაში, ხო? მისი ინტერესი თუ ის ძალები მოვიდნენ სიტყვაზე. შეიძლება საქართველოსთან დამოკიდებულებაში, შეიძლება ამერიკასთან დამოკიდებულებაში თუ როგორ წარმოგვიდგენთ. რა გააჩნია ეხლა? აქ არის ორი ცვლილების ორი შანსი, ანუ ის რომ შეიცვალოს. პირველი უნდა მოვიდეს ის ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ისინი კავკასიას ყვებავენ და არ ჭირდებათ მათ კავკასია და დავანებოთ თავი კავკასიას. ეს ერთი ძალა, ეს ნაციონალისტები, ამ პოზიციის მქონე ნაციონალისტები თუ ეს სხვა პოზიციას არსებობს. მეორეა, რომ აი ეს პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავის პრეტენზიას აცხადებენ, რომ ისინი არიან დემოკრატიული და თქვათ დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ადამიანის უფლებები არის მათი პრიორიტეტი. გარკვეული ამბიციური დამოკიდებულება რა თქმა უნდა მაინც დარჩება, მაგრამ ცვლილება მხოლოდ ამ ორ შემთხვევაში მოხდება. სხვა შემთხვევაში იქ შეცვლის თქვათ კარლოვი თუ პეტროვი ამას მნიშვნელობა არ ექნება. ეს დარჩება თუ იგივე ელიტიდან მოვიდა ლიდერი, ეს სიტუაცია მაინც დარჩება. კარგი, ამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების თავებაზე დავუბრუნდეთ. ეხლა მე რაც კითხეთ, ამაზე მსჯელობა. ხო, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მივუდგეთ? რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ რა რეაქცია, უпростоეთ როგორ შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს ჩვენ საზიანოთ ეს ფაქტი, თუ ასეთი რამე დაიწყო, მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ორი რამე, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და თქვათ ბოლომდე 100%-ით ამ საკითხში საკუთარ სუვერენობაზე უარის თქმა ფლად გამართლებული არ არის და მეორე ის, რომ ჩვენ აზრით უგვიან გვინდა ნატოში ინტეგრაცია და ბუნებრივია ნატოში შესვლა არა მარტო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას, არამედ გაცილებით უფრო სერიოზული და სხვა ტიპის სისტემების შემოტანას მოიტანს საქართველოში, ისე რომ ჩვენ მაინც ალბათ კურსი უნდა ავიღოთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, გარკვეული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით და შესაბამისად აი ეს მიმართულება ნატოს მიმართულებით უნდა გაგრძელდეს. რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსება. ეხლა პუტინის ეს განცხადება სწორია, რომ არ ეფუძნება ამჟამად არანაირად აი ცნობილ რაიმე სახის ოფიციალურ მოლაპარაკებას. არც მოლაპარაკება დოკუმენტს მით უმეტეს ხომ? ეხლა ესეთი ტიპის განცხადებები ამ ხელა სახელმწიფოს მეთაურისაგან ან მართლა უნდა საარჩევნო პროპაგანდად გავიგოთ და მაინც ძალიან უხერხულია, ხო აი მე ვამბობ, რომ იქ უნდა დააყენონ სარაკეტო დანადგარები. რაღაცა მინიმალური ხომ უნდა იყოს ამის დამამტკიცებელი, თორე ეგ გავს იმას, რაც მან თქვა იქ მიტინგებზე, რომ ამასო ამერიკა აწყობსო ჩვენთან, ხო? რომც აწყობდეს, ჯერ ერთი აღიარებს შენ სისუსტეს, როგორ გიწყობს ამერიკა. ეს გავს, რომ ჩვენი ხელისუფლება იძახის, რომ ნებისმიერი პროტესტი, ნებისმიერ საკითხზე რუსეთის ინსპირირებულია. ხო? ამერიკა არასოდეს არ ამბობს მაგალითად. ეს ბევრია, ინსპირირებული ყველა არა, მაგრამ ყველა არა. დიდი პროცენტია ის. ძალიან ბევრი რამე ხდება ხოლმე ინსპირაციით, მაგრამ სერიოზული პასუხისმგებელი სახელმწიფოები, მეთაურები და ხელმძღვანელები ამას თავის თავს აბრალებენ და არა გარე. ვთქვა ვერ მოისმენთ რომ ან ამტკიცებენ განალაგე არა. ან საფრანგეთმა თქვას, ან ამერიკამ რომ აი ეს მიტინგები მომიწყო თქვა იტალიამ, ან რუსეთმა, ან ამერიკამ, ან ალჟირმა, ხო? ასეთ ამას არ ლაპარაკობენ. არც იმას ლაპარაკობენ, რომ იქ მგონი აპირებენ სარაკეტო დანადგარების დაყენებას და მე ამიტომ ვიძულებული გავხდები ჯერ საიდან, როგორ. ამიტომ პუტინის მხრიდან ერთი რამე მართალია ეს მნიშვნელოვანწილად საარჩევნო პროპაგანდისათვის განკუთვნილი განცხადება. ოღონდ ეხლა ჩვენ როგორ გამოვიცნოთ ესე რა ზომამდეა საარჩევნო პროპაგანდა და რა ზომამდეა რეალური მუქარი, ხო? თორე ის თამაშობს როგორც რუსები თქვენ კრუტოის და ბოლომდე აი მე ასეთი ვარ საფრთხეც აღვადგენ, ყველას მივხედავ, ამერიკას უპასუხებ, მას სხვა სალაპარაკო ახლა რუსეთში არა აქვს. იქ ეს ნოსტალგია არსებობს.
საბჭოეთის დაკარგვის, იმპერიის დაკარგვის, ეს ცნობიერება მათ აქვთ. იმის იმედი, რომ დემოკრატები ეხლანდელი თაობის ყოველ შემთხვევაში მოვლენ, ჯერეთი ან მოვლენ ან ვერა, თორე ელცინს და ისინი კარგად მოიქცევენ, ელცინზე დემოკრატიული ხელისუფლება რუსეთს არ ყოლია მთელი თავის ისტორიის მანძილზე. კი ბატონო. ალექსანდრე მეორე შეიძლება თუმცა მაინც მეფე იყო, ხო? ამაზე დემოკრატიული ხელისუფლება არ ყოფილა და ჩვენ ორი ომი გვაქვს გადახდილი აი იმ დემოკრატიული ხელისუფლების დროს რუსეთში. მათივე ინსპირაციით, დანამდვილებით, მათივე მხარდამჭერით და მონაწილეობითაც კი პირდაპირ. ვარჩავი რო აღარაფერი თქვა თვითონ თბილისის მოვლენებზე, აქ რაც მოხდა თბილისში. ამიტომ ამაზე ამ თაობის, უახლოესი 1-2 თაობის რუს პოლიტიკოსებზე, გინდა პუტინის ბანაკიდან, გინდა სხვა ბანაკიდან იმედის დამყარება, რომ ისინი რატომღაც აი დასავლური ფასეულობების პატივისცემით ამას შეელებიან, ეგ არის გამორიცხული. ეხლა შეხედეთ თქვენ რა ხდება, ახსენა ბატონმა ვასიკომ, ხო? რუსეთი ედავებოდა შეერთებულ შტატებს ანტისარაკეტო დანადგარების დაყენებას პოლონეთში, ჩეხეთშიც კი, რომელთანაც უკვე საზღვარი მას არ აქვს. მათი შესაძლებლობა ბელორუსიის და უკრაინის თავზემოთ, ხო? და ჩათვალა რომ მის საზღვარზე იდგმება და იქაც ლაპარაკი იყო რომ ეს ირანის წინააღმდეგ არის. შეერთებული შტატები ამბობდა რომ ეს ირანის წინააღმდეგ იქნება და არანაირი შემთხვევაში არ გულისხმობს რუსეთს, ხო? და მაინც ეს იქამდე საკამათო გახდა რომ იმდენად პოლონური და ჩეხური საზოგადოების პროტესტის კი არა, იქ პროტესტი არ იყო, ახლა არ ვიცი 80% იყო, 50 იყო. პროტესტი გამოითქმებოდა, პოლონეთში ხელისუფლება შეიცვალა, შეიძლება იმან დაარბილა დროებით ეს საკითხი, რომ ასე არ გამწვავებული იყო და როცა მომაგრდა, ეხლა ისევ დღის წესრიგში გაჩნდა. ჩეხეთში სერიოზული გამოსვლები იყო, იმიტომ კი არა იქ ვინმეს რუსეთი და რუსები უყვართ, არ უყვართ. 68 წელიწადს ახსოვთ და ბევრი სხვა რამეც ახსოვთ, მათ სიყვარულზე იქ არ იყო ლაპარაკი, მაგრამ თქვენ რომ შარში ვართ. თორე პარტნიორები ისინი რო არიან, ისეთი უნდა ნატოს წევრები არიან, ევროკავშირის წევრები არიან და საზოგადოების დიდი ნაწილი გამოდიოდა ამის წინააღმდეგ. არც იანკი მინდა, არც რუსი მინდა. აი ესეთი პლაკატები ჰქონდათ რა. ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. და სწორი და ამიტომ მე ისე ვუბრუნდები, აქვს თუ არა ქვეყანას უფლება? იმას კი არ ვამბობ, არჩევანის წინაშე დადგეს და გამოხატოს თავის პოზიცია, იკამათოს ამაზე. აი აპრიორულად წინასწარვე იქით უნდა ვიყო და ვიქნები, ისინი არაყენებენ ამას ეჭვის ქვეშ. ის პროგრესულია, ის წინმავალია, ის განვითარებადია. ამას განვითარება არ უწევია, რასაც განასახიერებს ირანი და თუნდაც რუსეთი. ჩვენ და სამწუხაროდ. ეს ჩვენი მეზობლებია. აი თურქეთი მაგალითად მე ვთვლი რომ ხო თურქეთს პროგრესი აქვს და ის რაღაცამდე მიდის და იქ სხვანაირად გასაკეთეთ თუმცა მას აქვს საკმაოდ პოლიტიკა ბოლო ხანს არა და ესე ჩვენი ყურადღებით ძალიან კორექტულია ჩვენს მიმართ თურქეთი და ჩვენც ასევე კორექტულად სულ მუდმივ რეჟიმში უნდა ვიყოთ აქვს თუ არა ქვეყანას უფლება ვიმეორებ იკითხოს მაინც ან გააპროტესტოს თუნდაც თავისივე ხელისუფლების საზოგადოებას კითხოს ბატონო აკაკი. ხო და ახლა პუტინი რასაც ამბობს იქა ხო ერთი მინდა რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა საზოგადოებას უნდა გქონდეს. ჩვენ და რუსულ საზოგადოებას რო გქონდეს ჩვენთან ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება რასაც არც ერთი ხელისუფლება და არც მეორე ხელისუფლება არ გვანებებს. საზოგადოებრივი აზრი რუსეთში, ჩვენთან იმდენად არა რუსეთში ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა. საზოგადოებრივი აზრის პუტინიც კი უწევს ანგარიშს, ჩვენ ეს ვნახეთ, ხო? ანუ სხვა კონტექსტში ვსაუბრობ საზოგადოების აზრის გათვალისწინებას, თუნდაც იგივე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დაყენებასთან დაკავშირებით, მოდით იქნებ აქ ვიკითხოთ ჯერ ერთმანეთს ვკითხოთ, ერთმანეთს მოვეთათბიროთ, შემოშავებული პოზიცია შეიძლება გქონდეს. ვკითხოთ ბატონო აკაკი, ხო? აბა ეს ხალხი არის აქა და ამ ღმერთთან უქნას ვიმეორებ ხო აპოკალიფსის მართლა ნუ ხალხს ნუ დავზაფროთ ნუ შევაშინებთ ეს თემა მაგრამ ჩვენ ხო ამ მარტო ოთახში ხო ლაპარაკობთ კიდევ ერთხელ ვთქვი რომ ეს არის თემა რომელიც სოფლიოში აქტიურად განიხილება მოლაპარაკებაზე რა უნდა ვკითხოთ საზოგადო არ არსებობს ამაზე საუბარი არ არსებობს ჩვენ ვიმსჯელოთ ამაზე ბატონო ნუ რა თქმა უნდა ნებისმიერ არ არის არაფერი გამორიცხული და არაფრისგან დაზღვეული არც ერთი არა ვარ ხო პოლიტიკური ასეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ასეთი დონის ნებისმიერი ეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა იქნება სხვა რამე იქნება საკითხზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, ამას რა თქმა უნდა კამათი. უბრალოდ საუბარი რომ არ არსებობს ეს თემა და გასაგებია, ეს ჩვენ აღვნიშნეთ. მოდით გადაცემაში კიდევ ერთი რეკლამა, რეკლამის შემდეგ უკვე დავბრუნდეთ და შევაჯამოთ ჩვენი გადაცემის თემა და კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხოთ აუცილებლად. ჩვენ ვახსენეთ 30 იანვარი, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერის პირველი პირი შეხვედრა იგეგმება, რაზე იქნება საუბარი, მოსალოდნელი ვერსიები, ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის დასკვით ნაწილში, დაგველოდეთ დავბრუნდებით.
მაშასო ბრუნდებით პირდაპირ ეთერში აკაკი ასათიანი ვასილ ჭყოიძე ჩვენ გადაცემის სტუმრები ჩვენ კიდევ ერთ თემას უნდა შევეხოთ 30 იანვრის დაგეგმილ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის რომელიც იყო მოსალოდნელი ბატონ ვასიკო თქვენი აზრით თუ გავითვალისწინებთ გასული წლის ბოლო ორ თვეში შეერთებული შტატების სენატში და კონგრესში განვითარებულ მოვლენას საქართველოს მიმართებაში რეზოლუციების და განცხადებების და მხარდაჭერების მოსალოდნელი იყო რომ რა თქმა უნდა შეერთებული შტატები დემოკრატიული სახელმწიფო და ბუნებრივია პრეზიდენტი ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს მისი საკანონმდებლო ხელისუფლებაში დომინირებულ ესე ვთქვათ პრიორიტეტს და მოწოდებას და ამაში რაღაც სენსაციურს და იმას მანამდე ვერ ვხედავ არა სენსაციურს არ უბრალოდ რასაც ჩვენ ვაკვირდებით ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოულოდნელს ვერაფერს ვერ ვხედავ ხე ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ მოდით ესე ვთქვათ ხო საზოგადოება ელოდა რადგანაც შეჩვეულები ვიყავით მე ერთხელაც თქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბუშის ადმინისტრაციის დროს ჩვენ შეჩვეულები ვიყავით პრეზიდენტების შეხვედრის ხილვას ბუში გვეწვია კიდევაც საქართველოში იყო სტუმრად ამასაც ესე რომ ვთქვათ ამის მომსწრენიც გავხდით ობამას ადმინისტრაციის შემთხვევაში მსგავსი შეხვედრა ოფიციალური შეხვედრას გულისხმობ მე ამ შემთხვევაში არ გულისხმობ არ ყოფილა ოფიციალური აქამდე მანამ ხო ოფიციალური შეხვედრა რომელი ბატონ ვასიკო თუ არ ვწდები ეს ნატოს სამიტზე იყო დანიშნული ეს სამიტი იყო ხო ამ შემთხვევაში და სამიტის ფარგლებში მოხდა ხო მაგრამ ეს მაინც ოფიციალურად დანიშნული შეხვედრა იყო და იყო ესევე არაოფიციალური მე მგონი პირველი ოფიციალური შეხვედრა ესე გაცხადდა პირველია ვიზიტი ნამდვილად ოფიციალური ვიზიტი როგორც ესეთი ოფიციალური სახელმწიფოების დონეზე ოფიციალური შეხვედრა იყო ამიტომაც იყო მოულოდნელი ალბათ საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან და ამიტომაც დღეს როდესაც გაცხადდა ეს ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს პირდაპირ დაუკავშირა 2012 წლის არჩევნებს თქვენ არა მით უმეტეს განცხადებაში ამაზე საუბარი იყო ჩვენს არჩევნებს ჩვენსას ბოლო ჩვენსას რა თქმა უნდა ეს არ არის ცენტრალური საკითხი არა თქვენ ესე ვფიქრობთ ხო არა არ ვფიქრო ეს არ მიმაჩნია რომ ცენტრალური საკითხია თუნდაც იმ განცხადებიდან რომ ვიჟეროთ იმიტომ რომ იმ განცხადებაში იყო დივერსიფიცირებულია თემები რაც არის ქართული მხარის მიერ გავრცელებული განცხადებაში განათლება თქვა იგივე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ესეც მოხსენიებულია და ეს კარგია რომ მოხსენიებულია და სულ ბოლო ფრაზა არის სწორედ ის რომ აი არჩევნები და ის რომ ესე იგი საქართველოს უნდა შეინარჩუნოს აი ეს ტრანსფორმირების კურსი რომ დემოკრატიის რომელიც მიმართულია დემოკრატიისკენ რა თქმა უნდა ერთ-ერთი თემა იქნება არჩევნები მით უმეტეს არჩევნები ხდება საქართველოში და ნებისმიერი თქვათ მით უმეტეს სახელმწიფო რომელსაც პრეტენზია აქვს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ამ ქვეყანაში არჩევნებს ყოველთვის განსაკუთრებით საერთოდ არჩევნებს დასავლეთი ყოველთვის ნებისმიერ ქვეყანაში დიდი ყურადღებით აკვირდება და მით უმეტეს იმ ქვეყნებში სადაც ასეთი ასპირაციები და ასეთი თქვათ პრეტენზიები აბა რაზე გაკეთდება ძირითადი აქცენტი თქვენ როგორ ფიქრობთ მე ვფიქრობ თავარი აქცენტი იქნება ალბათ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო პარტნიორობის ფარგლებში არსებული ურთიერთობების გაღრმავება მათ შორის პოლიტიკური და რა თქმა უნდა ჩიკაგოს სამიტზე და არა მე იმას ვამბობ არჩევნები საერთოდ არ იქნება ხო მაგრამ თქვენ აღნიშნეთ რომ ეს იქნება არაცენტრალური გადამწყვეტი ისა ცენტრალური არ იქნება გასაგებია მოდი ბატონი აკაკის აზრი გავხო კულტურაზე და განათლებაზე მნიშვნელოვანი რომ ეს იქნება ცხადი არანაირი კულტურული თანამშრომლობა ახლა ჩვენსა და ამერიკას შორის არ არის ამას ლაპარაკი ზედმეტია და არც ეკონომიკური სხვათა შორის რა თანამშრომლობა ქვია რომ ერთმანეთში ვაჭრობენ ამავე კაპიტალ დაბანდებებია და ვეძებოთ ამერიკული $100 თუ ვიპოვეთ დაბანდებულ საქართველოში არ არის სხვა ქვეყნების ისიც არც ისე ბევრი მაგრამ ამერიკული არ არის მაგრამ ამას დავანებოთ თავი იქნება რა თქმა უნდა ორი ეს ყველაფერი საერთოდ გამოძახებას გავს გამოიძახეს რა თქმა უნდა რა მოსალოდნელი ყველაფერია მაგრამ ესე ცხადდება ხოლმე 2-3 თვე და მე ვიცოდი რომ ჰილარი კლინტონი უნდა ჩამოსულიყო აი ეს იყო გამოცხადებული ეს მას ქვია დაგეგმილი მე მგონი არც გადადებულა ეს ამას ქვია დაგეგმილი და ამას ქვია ნუ თქვათ აი ეს დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით მომხდარი ფაქტი მაგრამ ეს გავს გამოძახებას უცბად ვიგებთ ერთი კვირით ადრე რეალურად ნუ 10 დღე ვთქვათ რომ ჩვენი პრეზიდენტი დაბარებულია ვაშინგტონში. ამას ოფიციალური ვიზიტი დავარქმევთ თუ აღმოჩნდა რომ ეს თურმე პირველი ოფიციალური ვიზიტია. მანამდე ჩვენ ამას არ გვეუბნებოდნენ და ყველა შეხვედრა დერეფანშიც კი ცხადდებოდა უგულითადეს და ოფიციალურ ჭიდრო თანამშრომლობა და ჩვენ ვიცოდით რომ დერეფანში შეხვდნენ გამარჯვება გაგიმარჯოს. იყოს არავინას არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს. ეს დაბარებაა რა თქმა უნდა გამოძახებაა როგორც გიდათ ისე დაარქვით. და ორი საკითხი იქნება მეტი არაფერი ხო კულტურულ თანამშრომლობაზე და განათლებაზე ობამა არ ილაპარაკებს და ეკონომიკურზეც მეეჭვება იმა თავისი ამბები აქვს და ობამას ძალიან განსხვავებული და ძალიან სერიოზულად სოფხედრობრივად განსხვავებული კურსი აქვს ვიდრე მანამდელ პრეზიდენტებს ეს ახლა ჩვენ რას გვიქალდეს
სხვა საკითხი იქნება სამხედრო, რა თქმა უნდა, სწორია. და თანამშრომლობაზე და სამხედრო ვითარებაზე ლაპარაკი, ეს ერთი საკითხი და მეორე იქნება, რა თქმა უნდა, ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე ჩვენთან. არჩევნების ჩატარება, რომ უნდა მოხდეს მაქსიმალურად ნორმალურ ვითარებაში. ეს ანუ ისე შემთხვევით იმ განცხადებაში ეს არჩევნები არ არის. არც ადმინისტრაციის განცხადებაში შეერთებული შტატების არ ყოფილა შემთხვევით და აქ ელჩმა კიდევ დააკონკრეტა, რომ ხალხს უფლება აქვს, ლაპარაკი იქნება იმაზე, რომ ხალხს უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს თავისი ლიდერები. ხომ? ეს არის მნიშვნელოვანი. ამას მესამე პუნქტად იტყვიან, მეშვიდე პუნქტად, ესეც როგორი ენაა, იცი, ესეც თავისებური ენა არის. ყველა ცენტრალური საკითხი ეს იქნება, თქვენ ისე ფიქრობთ უსაფრთხოებასთან ერთად. მინიმუმ მეორე ალბათ. პირველი საკითხი ალბათ არ იქნება, იმიტომ რომ აი უსაფრთხოება, სამხედრო თანამშრომლობა, ეს საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ეს ყველაფერი არ არის, ობამას მხრიდან ასევე საარჩევნო ვალის მოხდა თუნდაც კონგრესთან, თუნდაც საზოგადოებასთან. თუ იგივე არ არის. რაც აი თქვა პუტინის შემთხვევაში მუქარაა. იმ შემთხვევაში სოლიდარობა, იმიტომ რომ ამერიკაში უფრო დაფასდება სოლიდარობა პატარა ქვეყნის მიმართ. უფრო რომ თან ეჭვები იყო, რომ ობამა ისეთი აქტიური ამ მხრივ არ არის, როგორც რესპუბლიკური ადმინისტრაცია იყო. რესპუბლიკური ადმინისტრაციის მიმართ ბევრი პრეტენზიები აქვს ბუშის ადმინისტრაციის მიმართ, მათაც და მთელ მსოფლიოსაც, ხო, თვითონ ქვეყანაშიც, მაგრამ ამ მხრივ არავინ პრეტენზიას არ უყენებდა, რომ ახლა საქართველოს და პატარა ქვეყანას მხარი დაეჭირა. ქვეყნისთვის მხარი დაეჭირა, მეტად დაეჭირა მხარი და აქ რო ჩამოდიოდა, რასაც შეგვირდა, იმის მიასედი რო გაიკეთებინა, კარგს იზამდა პუტინი. წითელი ხაზი, პუტინი რა იყო, ბუში, წითელი ხაზი გავავლევ კავკასიონზე რო იზამდა. ის წითელი ხაზი არ უნდა იყოს ვირტუალური. ეკრანზე კი არ უნდა იყოს, რეალური უნდა ყოფილიყო. ამიტომ თუ ეს არ არის ისე ჩვეულებრივი საარჩევნო აი ვალის მოხდა რომ კი ბატონო აი შევხვდი მივიღე ვესაუბრე გავიღიმეთ მხარი დაუჭირე ტერიტორიულ მთლიანობას სუვერენიტეტს თქვი რომ აი რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს და ასე შემდეგ სხვა შორის ესეც არ არის ცუდი და ცოტა არ არის მე ვფიქრობ ორი საკითხი იქნება რა თქმა უნდა სამხედრო თანამშრომლობაზე იქნება ლაპარაკი და იქნება ლაპარაკი ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციაზე რომ ეს უნდა იქცეს როგორც ისინი ამბობენ სტაბილური დემოკრატია ხდება მხოლოდ იმ მომენტიდან როცა ქვეყანაში არჩევნებით იცვლება ხელისუფლება. მანამდე დემოკრატია ამდაგვარი აქვს ჩრდილოეთ კორეასაც რა. კი ბატონო, კარგით, ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი 30 იანვრის შემდეგ ალბათ უფრო მეც ვისაუბრებთ ამ საკითხზე. მართალია ხა ყველა დეტალი არ გახდება საზოგადოების საჯარო ცნობილი, მაგრამ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. კი ბატონო, ეს არის უბრალოდ მსჯელობა, წინასწარ მსჯელობა იმაზე თუ რაზე შეიძლება იყოს საუბარი ოვალურ კაბინეტში. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზავნეთ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ვასილ ჭყოიძე არ გაგია ასეთი ჩვენი გადაცემის სტუმრები. ზუსტად 9 საათზე თქვენ გელით მაესტროს ახალი ამბები მაგაცინცაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და კაბინეტის სტუმრები იქნებიან. პაატა ზაგარეიშვილი, ნინო ჩხობაძე, მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.